შუადღემშვიდობისა მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია მე კი შორენა ჭაურელი ეს იცით 558-98-95 შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენ ვისაუბრებთ დღეს საკითხზე 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას კი სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები იძლევა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს სულ ახალი ინფორმაცია არის, შესაბამისად ის სიახლე, რაც ახლა უნდა მოგახსენოთ, ვფიქრობ, განსაკუთრებით პენსიონერებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, გასაგებია მათი ოჯახის წევრებისთვისაც მათ შორის, თუმცა საინტერესოა აქ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, მათ შორის ის ტელემაყურებელი, ვისაც აქვს სურვილი საკითხის ირგვლივ შემოგვერთდეს, რასაკვირველია მოусმენ თავად პენსიონერებს მე გეტყვით რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა ანუ ინდექსაცია ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ფაქტი არის ერთი, რომ რამოდენიმე თვეში პენსიონერებს კვლავ 20 ლარით გაიზრდებათ სახელმწიფოს მხრიდან შემწეობა ეს 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის მამაკაცებისთვის, ხოლო 70 წლისევით კი 25 ლარით. მოკლედ, შეფასება თქვენთვის მომინდია, ასეთია სახელმწიფოს გადაწყვეტილება, როგორია თქვენი შეფასება ფასების ზრდის ფონზე. მისაღებია თუ არა პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდა მომავალი წლიდან, რას ეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ამასთან ერთად მინიმუმ რამდენი ლარით უნდა გაიზარდოს პენსია, რომ ფასების ზრდას დაეწიოს. როგორია ჩვენი ტელემაყურებლის პოზიცია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გვირეკავთ 557 88-ზე. დღეს, როდესაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ ფასების ზრდაზე, გუშინაც მოგვიწია რასაკვირველია ამ საკითხზე საუბარი გუშინდელ გადაცემაში, ასევე აქ მნიშვნელოვანია, რომ და ლოგიკური ჩნდება კითხვა, საკმარისია თუ არა პენსიის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა. რეალურად ეს საკითხი მხოლოდ ციფრებზე არ დგას, ეს არის ცხოვრების ხარისხზე, ღირსეულ სიბერეზე და იმაზე, თუ რამდენად შეუძლია პენსიონერს მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება. თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდის ინფლაციას გაძვირდა საკვები, მათ შორის პროდუქტი, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები. ეს არის ის სამი ძირითადი ხარჯი, რაც ხშირ შემთხვევაში პენსიონერების ბიუჯეტის დიდ ნაწილს იკავებს, ამ ფონზე კი 20 ლარი ფაქტობრივად ვერ ცვლის რეალობას, ის უფრო სიმბოლურ მატებას გავს, ვიდრე რეალურ დახმარებას და როგორია თქვენი პოზიცია, შემოგვიერთდით და თქვენც ისაუბრეთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 70 წლის ზევით პენსიონერებისთვის კი 25 ლარით განისაზღვრება. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ალბათ მე ასევე ჩვენი ტელემაყურებელიც მეტყოდა და ვეტყოდით, რომ აუცილებელია პენსიის ზრდა იყოს ნამდვილად მიბმული რეალური ფასების ზრდასთან და როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, თუ ინფლაცია წლიურად 8-10%-ია, მაშინ მატებაც ამ რიტმს უნდა მიყვებოდეს, ხო? რეალურად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, ანუ თანხმდრაში და მთავარი კითხვა, რამდენია საკმარისი უფრო სწორედ მინიმუმ ისეთი ზრდა, რომელიც პენსიონერებს საშუალებას მისცემს, რომ ეს არის მაგალითად გაძვირებული პროდუქტი და გაძვირებული პროდუქტის კალათას გაუმკლავდეს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს არა 20, არამედ მინიმუმ 50-70 ლარის ზრდას, რომ ადამიანმა იგრძნოს რეალური ცვლილება და არა მხოლოდ სტატისტიკური გაუმჯობესება. როგორია თქვენი შეფასება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რას მიმართავდით, როგორია იქნება თქვენი მიმართვა სახელმწიფოსთან, იმ გადამწყვეტ პირთან, ვინც ჩათვალა, რომ აი ასე
ნაბიჯ და თან საკმაოდ მინიმალური სხვაობით უნდა გაუზარდოს პენსიონერს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და მე მახსოვს ერთ-ერთი ჩვენი ტელემაყურებელი პირადად მე გამიბრაზდა იმასთან დაკავშირებით რომ რატომ ამბობთო სახელმწიფოს შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მე ვფიქრობ რომ დავიმსახურე ის რასაც გასცემს სახელმწიფო პენსიონერისთვის და ეს ცოტა შეურაცხმყოფილადაც მიიღო, თუმცა ფაქტად რჩება ის, რომ არის რაღაც მინიმალური დახმარება, მაგრამ თუ ეს არის დახმარება, ნამდვილად უნდა იყოს ისე და იმ ფორმით, რომ როდესაც ვსაუბრობთ გაზრდილ ფასებზე, გაზრდილი ფასებზე მედიკამენტებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ პენსიონერს განსაკუთრებით, როდესაც სჭირდება აღნიშნულ ასაკში, რასაკურველია, არა 20 და 25 ლარი ცოტა რეალობასთან ახლო უნდა იყოს, რომ ეს სიახლე გაუხარდეს პენსიონერს სახელმწიფოს მხრიდან გაღებული თანხას ვგულისხმობ. პირდაპირ ეთერში გვყავს მაყურებელი, მოგესალმებით, გამარჯობა. 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 დიახ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. ეს არის ნამუს გარეცხილი ხელისუფლება. 20 და 25 ლარი არაფერი არ არის. თვითონ აფასებით მოიმატებენ ახალი წლიდან. პენსიონერებს დაცინიან, ეს არის მასწავლე. ნამუს გარეცხილი ხელისუფლება ბატონო. 20 და 25 ლარი თავიანთ ნაფისას მოახმარო. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მე ძალიან მაინტერესებს ასევე სხვა ტელემაყურებლის პოზიციაც. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი და ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში მაგალითად წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5.5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით, ანუ 20 ლარით გაიზრდება 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი არის 60 ლარი და ეს 60 ლარი გადანაწილდება ასაკის მიხედვით, რეგიონების მიხედვით, იცით თქვენ რომ აღმთიან რაიონში მაგალითად სულ სხვა პენსია აქვთ პენსიონერებს და ასე შემდეგ, ანუ თანხის რაოდენობას ვგულისხმობ, აქედან გამომდინარე 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარით განისაზღვრება. როგორია თქვენი შეფასება? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ინფორმაცია, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არის სულ ახალი. რომელიც არის გავრცელებული და რასაკურველია თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ პირდაპირ ეთერში ისაუბროთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როგორც თქვით, მომავალი წლიდან 20 და 25 ლარით განისაზღვრება პენსიის მატება პენსიონერებისთვის. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მოდით ერთი წუთით წარმოვიდგინოთ პენსიონერი ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება იმუშავა. და დღეს კი დგას არჩევანის წინაშე იყიდოს მან წამლები თუ საკვები და თქვენ იცით რომ საკვები და თანხარისხიანი საკვების შეძენა ნამდვილად არ არის მარტივი რომ შეიძინოს პენსიონერმა ეს ხარისხიანი პროდუქტი ხშირ შემთხვევაში რასაკურველია და ასევე მან გადაიხადოს კომუნალური და დაზოგოს მაგალითად თანხა ხვალინდელი დღისთვის. განსაკუთრებით ეს რთულია ზამთრის პერიოდში, როდესაც კომუნალური გადასახადების გადახდა ჭირს არა მხოლოდ პენსიონერებისთვის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის და ამ ფონზე, როდესაც ვამბობთ, რომ პენსია 20 ლარით იზრდება, უნდა დავუსვათ კითხვა, ეს ზრდა რეალურად რას ცვლის მის ცხოვრებაში. გვირეკავთ 557 88 55 88-ზე და ვისმენთ თქვენს პოზიციას. სიმართლე არის ის, რომ 20 ლარი დღეს ერთჯერადი სუპერმარკეტის ვიზიტიც კი არ არის, მაშინ როდესაც შეიძლება ეს იყოს პასუხი რეალურად იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან პენსიონერები. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კი ალბათ ვეტყოდით, რომ ეს საკითხი მხოლოდ ეკონომიკური არ არის, ეს არის ადამიანური პასუხისმგებლობა მათ შორის. პენსია უნდა იყოს არა უბრალოდ არსებობისთვის, არამედ ღირსეული ცხოვრებისთვის და თუ საუბრობთ რეალურ მატებაზე, მინიმუმ ისეთი, რაც ერთი თვის
საკვებისა და მედიკამენტების ზრდას დააბალანსებს. სწორედ აქ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული დღევანდელი რეალობით ეს უკვე მაგალითად 60-80 ლარის ფარგლებშია 100 ლარიც კი შეიძლება განსაზღვროთ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ თქვენს გამარჯობა. გამარჯობა, გენცური, გამარჯობა შევენა. დიახ. გისმენთ. ეხლა მე ბავშვობიდან ინვალიდი ვარ. ხო დიახ. და მას 250 ლარი. რატომ ლაპარაკობ ჩვენ თავობაზე, ჩვენ თავობაზე. პირველი, მეორე, მესამე ჯგუფის ინვალიდი ხალხი არა ვარ? დიახ. თქვენ გაქვთ სახელმწიფოს მხრიდან მაგალითად გარკვეული თანხა განსაზღვრული თუ სარგებლობთ თქვენ? გარდა პენსიის. გარდა პენსიის არაფერი არ მაქვს. არაფერი. კარგი. კი ბატონო, კარგი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, ალბათ უხერხულიც იქნება ამ კითხვის დასმა, რომ მკითხოთ პირადად 20 ლარიანი მატება, რომელიც განსაზღვრა სახელმწიფომ 70 წლამდე პენსიონერებისთვის და 70 წლისევით 25 ლარით, 60 ლარი კი იგულისხმება კიდევ ერთხელ აღნიშნავ რეგიონებში აქვთ მაგალითად 540 ლარი და ასე შემდეგ. დიახ რამდენად საკმარისია. 557-88-55-88 ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, ვინც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე, გელოდებით იმისთვის, რომ შემოგვერთდეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია გაგვიზიაროთ, ვიმსჯელოთ, თუ გნებავთ, მე დიდი სიამოვნებით შემოყვებით პოლემიკაში, თუ გექნებათ ამისი სურვილი, შევახსენებ მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვერთდა, რომ საუბრობთ საკითხზე ფასების ზრდის ფონზე. მისაღებია თუ არა პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდა მომავალი წლიდან, რას ეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მინიმუმ რამდენი ლარით უნდა განისაზღვროს პენსია, რომ ფასების ზრდას დაეწიოს. როგორია თქვენი შეფასება, ველოდები მე მაყურებლის აზრს. და გვიწევს ისევ გავამახვილოთ ყურადღება, ფასები იზრდება, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ კითხვა ის არის, რეაგირება ადეკვატურია თუ არა. მე აღარ ვისაუბრებ ახლა ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და მათ დოკუმენტზე 104 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს, კიდევ აღნიშნავ, არ მინდა რომ წრეზე ვიაროთ, აქ მთავარი იყო შედეგი კი, ასე ვთქვათ, რეალური შედეგი ჩვენ მოქალაქეებს ნამდვილად არ გვიგრძნია და საკმაოდ სერიოზული უკმაყოფილებაც კი გამოიწვია საზოგადოებაში, ეს ყოველივე კი პირობითად ჩვენი ტელემაყურებლის ზარიდან და პოზიციიდან გამოჩნდა. 20 ლარით პენსიის ზრდა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე პრობლემის რეალურ გადაწყვეტას. როდესაც ბაზარში ფასები ყოველ თვეში იცვლება, 20 ლარი უბრალოდ ვერ ეწევა ამ ტემპს, ამ ალბათ დამეთანხმებით, ამიტომ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, დაგვიკავშირდეთ და თქვენი აზრი გაგვიზიაროთ. აქ ჩნდება ასევე მთავარი საკითხი არის თუ არა პენსიის ზრდის მექანიზმი რეალობაზე მორგებული, თუ არა, მაშინ ნებისმიერი მატება, რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციას, ავტომატურად კარგავს ეფექტს. მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა. ალო. გამარჯობა. რა არის, შვილო, 20 და 25 ლარი. 100 ლარი მაინც უნდა იყოს და ეხლა ამას იტყვიან და კიდე მოუმატებენ ფასებს ხოჩა როცა ესე ხდება რომ ფასები ესა პენსია ემატება სანამ პენსიას აიღებს ხალხი სანამ ფასები ესე ფასები ემატება ყველა ეხლა თაჩელი იქნება რა არის 100 ლარზე ნაკლები არ უნდა დაემატოს. დიახ, მესმის სრულიად თქვენი პოზიცია, მადლობა ქალბატონო ზარისთვის, თუმცა სახელმწიფოს გადაწყვეტილება ასეთი ფაქტობრივად ყოველ წელს ნელა-ნელა, მაგრამ ამასობაში ის რეალურად დროს იგებს და მეთანხმებით, ალბათ წინასაარჩევნოთ უფრო ესეთი განსხვავებული შემოთავაზება იქნებათ პენსიონერებისთვის. ეს ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუმცა ამ დროისთვის მათ ასე ჩათვალისაჭიროთ, რომ მომავალი წლიდან 20 ლარით განისაზღვრება პენსიის მატება 70 წლამდე პენსიონერებისთვის და აღნიშნავ 70 წლისევით 25 ლარი, ეს არის მათი გადაწყვეტილება. რამდენი ლარით უნდა გაიზარდოს პენსია, რომ თქვენთვის ეს იყოს რეალური დახმარება და არა ფორმალური მატება. ველოდები მაყურებელს კიდევ ერთხელ და ასევე თქვენი აზრით სახელმწიფომ უნდა დააკავშიროს თუ არა პენსია ავტომატურად ფასები
წლების ზრდასთან და გაქვთ თუ არა შემთხვევა, რომ პენსია მხოლოდ წამლებში მიდის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თუმცა ეს არის კითხვა, რომელსაც შეგიძლიათ უპასუხოთ, თუმცა პრაქტიკულად ჩვენი არაერთი ტელემაყურებლის მხრიდან მოგვისმენია, რომ ის თანხა, რასაც იღებს სახელმწიფოს მხრიდან 340 ლარი იქნება თუ 540 თუ 555, რომელსაც მიიღებენ მომავალი წლიდან, არის საკმარისი თვიდან თვემდე პენსიონერმა იმყოფინოს. 20 ლარი, ეს არის სტატისტიკა თუ რეალურად დახმარება. ფასები ყოველდღე იზრდება, პენსია კი წელიწადში ერთხელ. პენსია უნდა იყოს ღირსეული ცხოვრების გარანტია და არა მხოლოდ არსებობის. თუ ინფლაცია ორნიშნა, როგორ შეიძლება მატება იყოს ერთნიშნა? ეს არის ეკონომიკური თუ უფრო სოციალური კრიზისის საკითხი, საუბარია არა ციფრებზე, საუბარია ადამიანებზე და 20 ლარი დღეს რას ნიშნავს რეალურ ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ ამ კითხვებს უპასუხოთ, გამოთქვათ თქვენი დამოკიდებულება. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ასეთი მინიმალური თანხით განსაზღვრა სახელმწიფომ პენსიონერების დახმარება მომავალი წლიდან, თუმცა ფაქტია, რომ ისინი მიიჩნევენ დადებითი ნაბიჯი გადადგეს 20 ლარით, რაც განისაზღვრა პენსიონერებისთვის. მე ასევე შევეხები საკითხს პენსიონერებს, რომლებსაც აქვთ სასესხო ვალდებულებები, წინასწარ გამოტანილი თანხა, რომელიც გასცა პირობითად Liberty Bank-მა და უამრავი ათასობით უკმაყოფილო პენსიონერი, რომელიც გამოთქვამს, ასე ვთქვათ, პროტესტს ამ საკითხთან დაკავშირებით მე აღარ ჩაუღრმავდები, რასაკვირველია, იმიტომ რომ თითქმის ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს საბანკო ვალდებულება, განსხვავებული ისტორია აქვს და ინდივიდუალურად განისაზღვრება, თუმცა ფაქტია, რომ როდესაც პროცენტი საკმაოდ მაღალია, როდესაც იცი შენ თვითონ სახელმწიფო ბანკმა, რომ პენსიონერია და მას არ შეუძლია პირობითად შესაძლოა დააგვიანოს გადახდა რიგი საკითხები, წინასწარ თითქმის რამოდენიმე თვის პენსიას ასე ვთქვათ, აძლევ და მომდევნო თვეების განმავლობაში ფაქტობრივად ის არის სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება დავარქვათ, აი ამ დახმარების გარეშე დარჩენილი ხომ უნდა იყოს დაბალანსებული ან რაიმე კონკრეტული საკითხი შემუშავებული. მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გაგიმარჯოთ. გისმენთ ყურადღებით. რასაკვირველია? ვილაპარაკო? დიახ, დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. რა მაინტერესებს იცი? დიახ. ისა რა ქვია, ჩვენ რომ 20 ლარს ვიმატებენ პენსიონერებს, თვითონ რამდენი აქვენ ხელფასი თავრობის წევრებს და პარლამენტარებს და ჩინოვნიკებს. სირცხვილი არ არის, არ ცხვენია? თქვენ ხომ მიცით, კი. ეს ადგილზე გაიკვე ხომ, გაიგე? კარგით, კორექტულად თუ შეიძლება, თუმცა ნახეთ დარჩით ხაზზე, რა შეგვიძლია ვისაუბროთ. თქვენ იცით ხომ რამდენი აქვთ მათ ხელფასი? თუ შეგახსენოთ. 11,000-დან არა, თქვენზე არ ვსაუბრობ. 11,000-დან 17,000 ლარამდე, ანუ ეს არის მე ასე ვიცი და ასე მგონია და ასეა. ასე არის, კი, ნამდვილად ასეა, ნამდვილად და თქვენ მოგყავთ 20 ლარს ვიმატებენ ნახევარი წლის განმავლობაში? სირცხვილი არ არის, არ ცხვენია? რას ეტყოდით ხელისუფლებას? კორექტულად აღარ თუ შეიძლება, როგორი იქნება თქვენი მიმართვა? ცოტა კამრები შემოიჭირონ, 15,000 ნაცვლად 10,000 აიღონ და 5,000 შეკრიბონ ჯამში და დაურიგონ პენსიონერებს. დიდი მადლობა. გააკეთოთ, თუ არა და მოარჩევნები და წააგებენ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად არ გვყავს მცირე რაოდენობით დეპუტატები წარმოდგენილი. ეს ხელფასი, რომელიც მათ აქვთ განსაზღვრული 11,000-დან 17,000 ლარის ფარგლებში, ესე მერყეობს თანამდებობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, საკმაოდ სოლიდური თანხაა, თუმცა მათ აქვთ გარკვეული ახსნაც და დასაბუთებაც თუ რის საფუძველზე, მაგრამ პენსიონერებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც ხშირად უჩნდება
გასაგებად ის განცდა, უსამართლობის განცდა, აი როგორც ახლა თავად ბატონმაც აღნიშნა, რომ ჩვენ 20 ლარს გვიმატებენ, ანუ უხერხულობის განცდაც კი ჩენს თავს. მოკლედ, მაყურებელს შევახსენოთ, რომ ახალია ეს ინფორმაცია, ამიტომ შეგვიძლია გამოიყენოთ ჩვენი დრო, ისარგებლოთ განსაზღვრული დროით, საუბრობთ საკითხზე, რომ ფასების ზრდის ფონზე მისაღებია თუ არა პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდა მომავალი წლიდან. მე როგორც გითხარით, დიახ, 20 ლარით განისაზღვრება 70 წლამდე პირის პენსია მომავალი წლიდან, 70 წლისევით კი 25 ლარიანი მატება, ასეთია სახელმწიფოს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900,000-მდე პენსიონერია, თითოეული მათგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის 100 მილიონ ლარამდე და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა გავრცელდა, მიუთითებს იმას, რომ ფაქტობრივად 200 მილიონი აქვთ გათვლილი და ასევე 300 მილიონი, 250 მილიონი. ხო, ესე განისაზღვრება, როგორც სტატისტიკურად ვგებულობთ. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოში პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი, ნომინალური პენსიის ფარდობა საშუალო ხელფასთან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ხოლო ევროპის ქვეყნებში არსებულ ძლიერ ჩამორჩება ამჟამად კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე საპენსიო კანონის მიღების დროს იყო. მაყურებელი თუ შეიძლება და შემდეგ სტატისტიკურად მიუყვები თქვენის ნებართვით, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა გენასმო. დიახ, გისმენთ. რაცია საქმე ხანდაზმულ პენსიონერებს, რომელთაც უცხოეთის სტაჟია, ნამუშევარია, ერთი თავიანთ დედმამაცული ნიშნული პენსია და როგორი ცხოვრობენ და როგორი ყვაობენ იქნებიან. ერთი მართლაც ის რა ნამუშევარი, რამდენი წელი ხანდაზმული ვარ, ათაკვანი და ოღონდ როაგინები აბსოლუტური დაყოფილიყო. პენსია მოწმობა შრომისა დამსახურების მიხედვით. ვაგინოთ უამგისეთ ვინცეგო იმათაც კონდენ შესწორება, მაგრამ ამასთან ანგელოზები იყვნენ ამათო. ხოციარგენ და ინდონია და ეხლა ყველაფერი ego ყველი ხორცი 2 ლარიდან დაბალია. და რატომ უნდა ვაკინო? იმათ კონდენა შესწორება დაფესებდა საგინერები. ილეგალურ რუსეთის კოშერდომ. აი ესა უმეტრო მაგოთი რუსეთი როაღობდო მე კარგად მახსოვს 70-იან წლებში რუსები გადმოდიოდნენ პროდუქტი შაკიდლა ჩვენთან. იმიტომ რომ თავრობა ყავდა ჯავანაძის კონტროლები ღმერთმა ისეთი იყო სულ როგორც ხალხის ზონა. არა. დიახ, მესმის კი ისაუბრეთ, გისმენთ. თავრობა ვალდებული არა, ცენტრალ შემოწმები მოგცეთ, მაგრამ იმას უნდა იცნოს, რომ საარსებო წყარო უნდა ქონდეს ხალხს. ვის რა დამსახურება და როგორ არის, როგორც უცხოეთია. და ბაიქნუდაურას ხორბენში აღნიშნული არის. მადლობა, ბები. დიდი მადლობა, რაც ძანებთ, მადლობა თქვენ რომ გვიკავშირდებით 557-95-98-ზე. მაყურებელს შევახსენებ, ვინც ახლა შემოგვერთდა, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ახალ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მხრიდან. ფასები პენსიის მატებას გულისხმობ, რას ეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს 20-25 ლარიანი მატება მომავალი წლიდან პენსიონერებისთვის. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენ გესმით ჩემი ხმა, თუ შეიძლება დაიწყეთ საუბარი, პირდაპირ ეთერში ხართ. არის ისაუბრეთ ბატონო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, დაიწყეთ საუბარი, როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარიან მატებას და 70 წლისევით კი 25 ლარი, რომელიც იქნება დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. კარგით, მოდით განვაგრძოთ
2020 წელს ჩანაცვლების კოეფიციენტი 17.9% იყო, 220 ლარი პენსია და 1227 ლარი საშუალო ხელფასი ასე განისაზღვრება და 2027 წელს კი ჩანაცვლების კოეფიციენტს რაც შეეხება 70 წლამდე ასაკის პირთათვის, ანუ პენსიონერთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის გახდება 15%-ზე ოდნავ მეტი და იქნება 390 ლარი პენსია და დაახლოებით 2500-2600 ლარი საშუალო ხელფასი. მაყურებელს უსმენთ ეთერში, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ეკონომიურად საკმაყოფილებული ადამიანი, რა თქმა უნდა, ის რაღაცებს დაინახავს გვერდზე. იგივე არაბიზაცია, იგივე 1000 უბედურება, განათლება და ასე შემდეგ რა. იგი სული გაწყვეტა ხორცელა და სულიერ განადგურება. ეს ტრენდი სხვათაშორის გლობალისტებს სოფლიო მასშტაბით აქვს. გაიხედეთ ხალხო ევროპა რა დღეშია. გერმანია რეცესიამდე იყვანეს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ძარისთვის. ფასები იზრდება, ეს ყველა ვიცით, მაგრამ კითხვა ის არის, რეაგირება ადეკვატურია თუ არა და როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას 20 ლარით პენსიის ზრდა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე პრობლემის რეალურ გადაწყვეტას და როდესაც ბაზარში ფასები ყოველთვე იცვლება, 20 ლარი უბრალოდ ვერ ეწევა ამ ტემპს. ამაზე ვთანხმდებით, სწორედ ამ საკითხზე ვსჯელობთ და ვუსმენთ მორიგ ტელემაყურებელს, გამარჯობათ. ალო, გამარჯობათ. დიახ, გამარჯობა. რა მაინტერესებს ეს ძალიან იდანგირეკავთ. ხო და ანუ 20 ლარით რო ეძება ჩვენ პენსიონერებს პენსია, როცა ადგილობრივი წარმოება არ არის, ქარხნები არ არის, არაფერი არ არის. ანუ რა აზრი აქვს მაგ პენსიის გარდა, როცა ფასი არ არის ჩვენ ვალუტას. ნორმალური. თუნდაც 200 ლარით გაუჟღავდონ აზრი ხომ არ აქვს? კი, გასაგებია, ანუ არის ლოგიკა ნამდვილად თქვენს აზრში. მადლობა დიდი თქვენს პოზიციისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. ფაქტობრივად ბოლო ინფორმაცია, რაც გავრცელდა თემატიკის ირგვლივ, მესმის სრულიად. ანუ თქვენც ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მიიჩნევს, რომ 20 ლარით გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება პენსიონერისთვის ეს არის მინიმალური. დიახ. კარგით, მაყურებელს კვლავ შეუძლია შემოგვიერთდეს ჩვენს ტელეფონის ნომერზე 555-95-58, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, გენეცერე. დიახ. დიახ. ვიშე ლაპარაკებით, ბეთუ. ბატონო, მე ლაპარაკები. კი, ქალბატონო, დიახ, თქვენ გესაუბრებით. იმათო 14 წელიწადია. მათემატიკა არის იან. გამოაკელონ ჩვენ რა პენსიას გვაძლევენ და ნახეთ თვითონ არჩება. თუ მაგას ჭირდებათ ეს და უნდა იცხოვრონ ამით ჩვენ რა ხალხი არა ვარ? 30 წელიწადი გამოსხევაში მუშაობდი ფიზიკოსი ვარ და როგორ შეიძლება იმას ჰქონდეს ამდენად მეტი ვიდრე მე მქონდეს. დიახ, ქალბატონო. თუ არ არის ხალხი ის არ მუშაობდა იმათ ნაგრევი ხალხი პენსია მიდე იმასაც ჭამა არ უნდა. კი, ქალბატონო, როგორია? თალობა ჩვენობას მე და სად არის? მე და უთხარით რა გადადგენ თქვენ რა მოგივიდეთ ხალხო რა მოგივიდეთ თქვენ ხო რაღაცა უნდა გააკეთოთ ეს მე ვიღაც უხუცესი ეს ინგა იგივე მათო ლაპარაკი როგორ შეიძლება ქალბატონო მე მექნება თქვენთან შეკითხვა დიახ გავიგეთ რა მე მექნება თქვენთან შეკითხვა თუ შეიძლება გასაგებია რომ თქვენთვის არ არის მისაღები ეს 20 ლარიანი მატება თუმცა თქვენი აზრით აი რამდენი ლარით უნდა განისაზღვროს ზოგადად პენსია რამდენი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან რომ თქვენთვის პირადად იყოს დამაკმაყოფილებელი შეგიძლიათ ეს მინიმუმ 100 ლარი მაინც უნდა იყოს პენსია არ აქვს მნიშვნელობა ის მუშაობდა თუ არ მუშაობდა თუ მუშაობდა უფრო მეტი უნდა იყოს და თუ არ მუშაობდა 1000 ლარი ეს მინიმალურია ეხლა ეს პენსია დიახ რაცა მინიმალური კი 90 წლის ხალი ვარ და იმდენი დამალი მინდა რომ პენსია აღყოფნის კი პენსია აღყოფნის და 1000 რაღაცა გავიდეს სახლიდან
1000 რაღაცა, რაც კი მებადა, რაც კი 80 წელიწადი ვაგროვე, ხო და როარ მექნება გასაყიდი, მე რა ვქნა? ხო შეიძლება ვიცხოვრო პირველი 3 წელი. დიახ. მანამ მაინც უნდა მომგულემშიერი. მადლობა ქალბატონო თქვენ ასეთი გულწრფელი საუბრისთვის, გულწრფელი პოზიციისთვის, სამწუხაროა ნამდვილად. მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო გუნდს ძალიან კარგად ესმის თუ რა რეალობა დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში სოციალური მიმართულებით, თუ როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები და რა პრობლემა აწუხებთ მათ. აი თავად თქვენც აღნიშნეთ, რომ სახლიდან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნივთი გაყიდეთ იმისთვის, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის მოგეხმარათ და ეს რა საკურველია ძალიან რთული შემთხვევაა. შემდეგი მაყურებელი ხაზე გვყავს, გამარჯობათ. ალო. ისაუბრეთ, გისმენთ? ხალხო. დიახ. პენსიონერებს რაც უნდა მაგას კომისია. პენსიონერებს უნდა მიეცეს იმდენი, რომ ესე იგი პარლამენტის თავმჯდომარის მეხუთედი, მეექვსედი, მეხუთედი მაინც მიეცეს ხათო. აბა რატო იმასაც ხუჭიდა ამას პენსიონერს არ ხუჭიაკ და არ ჩვილი ხავს ვიღაცას ხელი შეუწყოს რა თქმა რათი ამას რა ხალხი ეს რათი ამას დიახ. კარგით, თქვენც დიდი მადლობა ზარისთვის. ნახვამდით 557-88-55 ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და ვსაუბრობთ საკითხზე. ფასების ზრდის ფონზე მისაღებია თუ არა პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდა მომავალი წლიდან. თქვენ იცით, რომ ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება და თან ახალი გადაწყვეტილება, რომელიც გავრცელდა და საკითხი, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვერ ავუვლით გვერდს, ჩვენ გვსურს, რომ მოვისმინოთ მოქალაქეების აზრი, მოვისმინოთ პენსიონერების პოზიცია, რას ეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მინიმუმ რამდენი ლარით უნდა განისაზღვროს პენსია, რომ ფასების ზრდას დაეწიოს. მაგალითად, დღევანდელ გადაცემაში ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა 100 ლარი ახსენა, მეორე ტელემაყურებელმა 1000 ლარი აღნიშნა, ანუ საერთო ჯამში რომ მინიმუმ 1000 ლარი მაინც ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან პენსიის სახით, მაგრამ დამატებას რაც შეეხება ერთ-ერთმა მაყურებელმა თუ ახლა არის მაგალითად 340 ლარი, 100 ლარი, რაღაც ესე მოკრძალებულად განსაზღვრა. პირდაპირ ეთერში შემდეგი ტელემაყურებელია, გისმენთ? გამარჯობა. გაგიმარჯოთ. დაიწყეთ საუბარი. აი გოგო ხარ, მე ვარ 80 წლის კაცი. დიახ. უყურებ ამ პენსიონერია. რა არის მეთოდება ეს ხალხი ყველა? შევი დავიჯ მეთოდება, რა თქმა უნდა. და ეს ხალხი არაფრის არა. რატო თუ იცი? მისაგლებენ, ხმალ. რამდენჯერ გეიმიდან 50 რატო იმას რა ქვია? რამდენჯერ მოაწყვა ბიზნესმა? კალაზე, მაინც კალაზე ძიძეს, ხმა. მაინც ბოდიში ახლა არ გიდა, ხუდადგა. აფლახებს ძიძეს, ხმა. აპირისებს რატო ცივია დღეს გამაგებია მაგდება ესენი და ის დაიმსახურე კარგად იყავით. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900,000-მდე პენსიონერია, თითოეული მათგანის პენსიის 5 ლარით განსაზღვრისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონი ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის კი 100 მილიონი ლარამდე და ასე შემდეგ. დიახ, 20 ლარი და 25 ლარი როგორც განისაზღვრა მომავალი წლისთვის და როგორ აფასებს ჩვენი როგორც ტელე, ასევე რადიო მსმენელი პირდაპირ ეთერში ვუსმენთ მას, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ. ჩვენი ამოსვლას სრულიად ეთანხმება. მაგრამ მას რაღაცები დაასაკით. პენსიონერებო პრობლემა შემოხაზეთ 41 ეს სოციალ პრინციპი ბევრია წელს უნდა მოემატებინა 75 თეთრი. 80 თეთრი. მეტი ზღისები არ ახართ, თქვენ სასიცოცხლოები არ ახართ. იმიტომ რომ ვერ ხდებით ვისთან აღარ გახმენ. საჩერჩეთები კიდე 50 კიდე 50 შემოხაზათ და 5 დაგიმატებით კიდე.
ვაი თქვენს პატრონს თქვენსაც. მადლობა თქვენს სრულად გასაგებია თქვენი პათოსი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვის ფორმატის, ამიტომ უცვლელი დროა 4:30, როდესაც ჩვენ ღია ეთერში ვართ 50 წუთის განმავლობაში გთავაზობთ, გამოთქვათ თქვენი აზრი იმ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც გთავაზობთ დღის მანძილზე. პირდაპირ ეთერში კვლავ უსმენთ მორიგ მაყურებელს, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ. იკრა. მე მაინტერესებს. საქმე გამოდიხარ და სულ აი ესე რომ ლაპარაკო ეს პენსიის და ყველა საკითხი ლაპარაკო. ბრასაკეთებს სვას. მაინტერესებს. არ treba გაცა, არ ხავს ეძახით. არაფერს ვერ არაგეთებს. თქვენ ანუ თქვენში ვის გულისხმობთ უკაც 1 წუთი დარჩით ხაზე თან დაუწიეთ ტელევიზორს. დაუწიეთ ქალბატონო თან ტელევიზორს მაწუხებს მეც და ტელემაყურებელსაც დამერწმუნეთ, იმიტომ რომ ორ ხმაში ისმის თქვენი ხმა. დიახ, დაუწიეთ მე გელოდებით და თუ შეიძლება ვისაუბროთ. დაუწიე, მაგრამ აი მაინტერესებს. ერთი კრება არ ყოფილა, ერთი შეკრება არ ყოფილა წლის განმავლობაში და რამდენიმე წლის განმავლობაში. მე უნდა ზოგადად გამოდის. არ არის ქალბატონო ასე ნამდვილად. დიახ. არ გამოგიწოდო, კაცო? ნახეთ. არაფერი არ გამაგეთო. ქალბატონო, ნახეთ პირველ რიგში. ხო ხედავ როგორ გაჭირებულია ხალხი. ქალბატონო, ნახეთ პირველ რიგში მე შემიძლია ასე გიპასუხოთ, თქვენ ახლა ესაუბრებით ჟურნალისტს, რომელიც პირდაპირ ეთერში მიყავს გადაცემა. თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ თემასთან დაკავშირებით დამისვათ კითხვა და ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე აუცილებლად გიპასუხოთ. თქვენ ახსენეთ კრება და შეკრება, მე არ წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, როდესაც პატრიოტ ალიანს გავიგე, თქვენ პატრიოტ ალიანს გულისხმობთ. დიახ. ხო აქ მუშაობ, ხო გამოდიხარ. ქალბატონო, გავიგე. გადაეცით ეს წენგან. კარგი, ანუ ეს ფორმა გააკეთოთ შეიძლება მეთქი. კი ბატონო. ხომ ტელევიზორში ხარ თქვენ? გასაგებია, თქვენ შეგიძლიათ. გავიგე, ძალიან დიდი მადლობა. აი, ქალბატონო, გულწრფელად გეუბნებით, გავიგე მე თქვენი წუხილის შესახებ, თუმცა მე შემიძლია მიგითითოთ მხოლოდ ერთი, ძალიან ისე მეგობრულად, ქალბატონი ირმა ინაშვილიც, ბატონი დავით არხანმოვრავიც, გიორგი ლომიას და არა მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, წარმომადგენლები ძალიან ხშირად არის ღია ეთერში და შეგიძლიათ მათ დაეკითხოთ ეს აზრი. ეს შემიძლია გიპასუხოთ ამ დროისთვის, თუმცა ის რომ პატრიოტთა ალიანსი ნამდვილად გამოირჩევა მრავალათასიანი აქციებით და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კრებით, როგორც თქვენ ამბობთ, თუ შეკრებით, ეს კიდევ ცალკე საკითხია, თუმცა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, ასეთი არის ჯერჯერობით მათი პოზიცია და უფრო მეტი დეტალის და უფრო დეტალური პასუხისთვის თავად შეგიძლია მათ კომპეტენციას დაეყრდნოთ და მათი პასუხები მოისმინოთ. 557 88 55 88 დავალოდოთ შემდეგ ტელემაყურებელს დაახლოებით 10 წუთი გრჩებათ იმისთვის რომ გამოიყენოთ ჩვენი დრო. ვსაუბრობთ სახელმწიფო სახალგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება პენსიონერებს 20 და 25 ლარით ექნებათ მატება ასე ვთქვათ სახელმწიფოს შემწეობის მიმართულებით. პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. ვიცით რა არია? დაუწიეთ ბატონო ტელევიზორს, გთხოვთ რა, მიწევს ხშირად ამის გამეორება უმორჩილესად გთხოვთ, ვკარგავთ დროს, ვაწუხებთ მაყურებელს, როდესაც დარეკავთ, დაუწიეთ ტელევიზორს. რომ გავიგოთ თქვენი ხმა. ხო, აი, ნახეთ, მიბრუნდება ჩემი ხმა და მე არ მინდა რომ დაგემშვიდობოთ, მე მინდა რომ თქვენ ისაუბროთ. გამოვიდა ისე რომ დაგემშვიდობეთ, გთხოვთ დაგვირეკოთ, გაითვალისწინოთ ჩემი რჩევა, იმისთვის რომ შევძლოთ უპრობლემოდ უხარვეზოდ აზრის გაცვლა. მინიმუმ რამდენი ლარით უნდა გაიზარდოს პენსია, რომ ფასების ზრდას დაეწიოს, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა არის ტელემაყურებლისთვის. ასევე ფასების ზრდის ფონზე მისაღებია თუ არა პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდა მომავალი წლიდან და რას ეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ველოდებით ტელემაყურებელს, მანამდე მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ უფრო მეტი დეტალისთვის განსაკუთრებით ის მაყურებელი, ვინც ახლა შემოგვიერთდა და ვინაიდან ფაქტობრივად მთელი გადაცემის მანძილზე სულ ამ სიახლის ირგვლივ ტრიალებ და ამ სიახლეზე ვსაუბრობ, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი. ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5.5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით, ანუ 20 ლარით გაიზრდება. 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარია გათვლილი. აქედან გამომდინარე 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 545 ლარია. ცხადია, ხელისუფლებას შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს, თუმცა როგორც ვრცელდება ინფორმაცია იმისთვის, რომ პენსიონერს თითოეული მათგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის მას წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონი ლარამდე თანხის გაცემა უწევს, 10 ლარით გაზრდისთვის 100 მილიონი ლარამდე და ასე შემდეგ იზრდება და შემდგომ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უკვე ეს ციფრები. მაყურებელს უთმობთ დროს, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. აი, ცუდია რომ ხმა ბრუნდება ძალიან უყარა და ისმენებს საუბარს მიჩეს და ეხლა რითიც მამინდოდა, აი, რამდენი უნდა იყოს პენსიაო და ეხლა 800 ან 900 ლარი მინიმუმ მაინც უნდა იყოს, მაგრამ თქვენ ახლა თქვით რომ 20 ლარის გაზრდა სჭირდება 200 მილიონი და თქვენ ახლა წარმოიდგინეთ 800 ან 900 ლარი რო გახდეს, თუნე რამდენიმე მილიარდია საუბარი. დღესდღეობით ხა ბიუჯეტში ეგ თანხა არ არის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აი ძალიან საკახები აპროტესტებს აი ამ ხელფასებს, რაც აი უნდა ეს პარლამენტში ანუ წესით პენსიაზე 10-ჯერ მეტი ხელფასი არ უნდა იყოს, ანუ 3-4,000-ზე მეტი არც ერთ ჩინოსანს არ უნდა კონდეს, რომ სოციალური თანადგომა მაინც დამოხატოს სახელმწიფოსთან, რომ სახელმწიფომ თავის მოქალაქეებთან როცა არ შეუძლია პენსიის გაზრდა. და ბიუჯეტი რო დიდი იყოს, ამისთვის წარმოება უნდა იყოს ქვეყანაში. და თქვენი პარტია არის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირში მხოლოდ წევრობა ამნიშნავს, რომ თანაბარი ხელფასი ექნება, ვთქვათ, დანიელს და ვთქვათ, ქართველს. დანიაში რამის $2,000-მდეა პენსია და რუმინეთში და ბულგარეთში რაღაც დაახლოებით იმდენი ჩვენთან. ანუ თავი არის ქვეყანამ წარმოება განავითაროს პროტექციონისტული პოლიტიკა და არა მხოლოდ რაღაც ევროპაში შევართ, როგორც თქვენი პარტია ამბობს და მეც რა, ყველაფერი მაგრა იქნება რა. და კიდე ერთი მინდა დავავნახვილო ყურადღება, აი თქვენ სწორად ახსენეთ ლიბერტი ბანკში რაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ზარცვა, მე თვითონ გუპის პრობლემა მაქვს, ჯგუფის ინვალიდია და მილიყია, ესპორტია, მადლობა ხმებს დავთარე როგორც იყო, მაგრამ ეს არის სამარცხინო, რაც კეთდება ამის შესახებ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ შეიძლება რომ არიწოდეს, პირდაპირ ატყუებენ, ანუ შედიხართ რაღაც ვალებში, რომელსაც ვერასდროს ვეღარ ამთავრებ, ანუ გეუბნებიან, აი 2 წლის მერე დაფარა. გაძლევენ, მერე გაჭირებული ხართ, ახლა ჭირდება, მოგიგდებენ რაღაც 250-300 ლარს და გამოდის რომ კიდევ ერთი 2 წუთი იხალხიო გესმის და ამას პენსიონერი ვერ ხვდება იმდენად ჭვილი შიფტით არის ნაპერი თანახმა ვარზე აწერს ხელს და იწყება გაუთავებელი ვალი რომელსაც ვერადროს ვეღარ თარავს და ეს არის ძალიან დიდი ფანი ამას სოციალურ სფეროშიც არის ამაზე საუბარი და სამწუხაროდ სახელმწიფოს უნდა ამაზე რეაქცია არის ნული რა აი ძალიან ცუდია მადლობა ბოდიში ამდენი დიდი მადლობა რას ბრძანებთ ნამდვილად არ გაქვთ საბოდიშო მადლობა აღნიშნავ იმისთვის რომ დაგვირეკეთ და თქვენი აზრი ასე მსრულყოფილად ჩამოაყალიბეთ მაყურებელს შევახსენებ საუბრობთ საკითხზე თქვენი აზრით რამდენი ლარით უნდა გაიზარდოს პენსია რომ თქვენთვის ეს იყოს რეალური დახმარება და არაფორმალური მატება ამასთან ერთად თქვენი გადმოსახედით სახელმწიფომ უნდა დააკავშიროს თუ არა პენსია ავტომატურად ფასების ზრდასთან და კიდევ ერთი გაქვთ თუ არა შემთხვევა როდესაც პენსია მხოლოდ სწავლებში მიდის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამიტომ ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ გააკეთოთ ჩართვა. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა.
შორენა შემოკარგო. იცი რა შეასახმე. ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია გასაგდოს პენსიონერებისთვის პენსია და თან გარკვეული რაოდენობით. მაგრამ ამას არ გააკეთეს შემოკარგო შორენა რატო იცი? როდესაც პენსია არის პატარა არ ყოფნის ადამიანს 100 ელემენტარულ რამეში იძულებულია ხო მიმართოს ბანკს და გამოიტანოს ცეცხლი. ცეცხლი აქ თუ პატარა პროცენტით არის ხო საკმაოდ მაღალი პროცენტით აძლევენ ამ ცეცხლებს. იცი და ნახევარს იყოს ეს ბანკი და ნახევარი მიდის აი მართლა როგორ არა ვთქვამ გაღორებული ხელისუფლების ჯიბეში. ამას მე მოაწოდებათ რა იშენებათ საჩოდავებს რომ მართლა ამ პენსიონერების სამარა დაუდგეთ მაგათ საქმე რომ ვეღარ მიიღებენ პენსიონერების თანხებს. ამიტომ არ გაზრდიან შორენა პენსიას. თორე ნებისმიერ დროს მოუმატებენ და რამეში რო ჩაეცვალოთ აი ეს სასაცილოები 20 ლარს ვითომ რაღაცა საერთოდ რა წარმოადგენს ეს 20 ლარი დიამეტი მაგის სამარა უნდა დაუდგეთ საქმე მაპატიეთ შემოკარგო ძალიან ნერვიულობ რომ ყველა და ეს თენა რასაც ქვია პენსიონერი როგორ უნდა გაიმეტო თუ არა ხარ ნაძვირალა და დღეს თქვენ ხელისუფლებაში სწორედ ეს ნაძვირალების ბანდა გამოსავალისი არის იმაში რომ რაც შეიძლება მალე გჭირდება ეროვნული მთავრობა. მე დავი აი ამ ყველა ხერხი, ყველა მეთოდი იყოს მიმართული რომ ეს ეროვნული მთავრობა ვიხილოთ ხელისუფლებაში. მადლობ შორენა. მადლობა. კარგად იყავით ქალბატონო თქვენ გისურვებთ რა თქმა უნდა ჯანმრთელობას მათ შორის და მე მრჩება ერთი განცდა ვინ დროის მანძილზე რა დროც ჩვენი გადაცემა ახლა პირდაპირ ეთერში მაყურებელი ვინც გვირეკავს მოხარული კი არ არის ამ გადაწყვეტილებით ანუ სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილებით რომ პენსია მომავალი წლიდან 20-25 ლარით გაიზრდება ასაკის მიხედვით არამედ გაღიზიანებულია და ვფიქრობ ეს დადებითი ანუ პლუს ქულა რომ მიიღოს ხელისუფლება საპირისპირო შედეგი აქვს ასე ვთქვათ მის გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ გადაცემაში ეს სურათი ნამდვილად იკვეთება. ეს რა თქმა უნდა მცირე პოზიცია პენსიონერების ფიზიკურად ვერ შეძლებს ბევრი მათგანი რომ დღეს შემოგვერთდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ეს აზრი აუცილებლად იქნება დომინანტი. მაყურებელი ეთერში გვყავს, გითმობთ დროს, გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა, დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ. მაყურებელს თუ შეიძლება დაველოდოთ სამწუხაროდ, იქნებ დაუკავშირდეთ რა ვფიქრობ რომ ეს ის მაყურებელია რომელმაც მეორეც გამოთქვა სურვილი რომ დავკავშირებოდა უბრალოდ ტელევიზორს არ დაუწია და აქედან გამომდინარე გვიწევს რომ დავემშვიდობოთ. დიახ. მაყურებელი ისევ და ისევ გამარჯობათ. მოგესალმებით შორენა. გამარჯობა. რა თემაა ჩვილო? მომავალი წლიდან, დიახ, მომავალი წლიდან 20 ლარით იქნება პენსიის მატება. სახელმწიფოს მხრიდან ასეთია გადაწყვეტილება 70 წლამდე პენსიონერებისთვის, 70 წლისევით კი 25 ლარით განისაზღვრება და შეფასება. ჩვენი მაყურებლისგან რასაკვირველია, ერთ-ერთი აქტიური მაყურებელი თქვენც ბრძანდებით და მოხარული ვარ რომ შემოგვიერთდით, ასე რომ შეგიძლიათ ისა უბრალოდ. ესე იგი, პენსია ჩემი აზრით, პირადი აზრია, მინიმუმ 2000 ლარი მაინც უნდა იყოს. მაგრამ შორენა, ჩვილო, ჩვენი ქვეყანაში ხოლო 2000 ლარი წერა 5000 ლარი თუ გაქცეს პენსია, ესენი პენსიონერებს არ გაახარებენ. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში კანონი არ კანონი. ესენი მაინც გაზდიან ფასებს კატასტროფულად. გამოსავალი ერთია. უნდა მოვიდეს ეროვნული მთავრობა, უნდა მოვიდნენ ეროვნული პოლიტიკოსები, რომლებსაც ეყარება თავიანთი ქვეყანა, თავიანთიერი იზრუნებენ ქვეყანაზე, აღორძინებენ ქვეყანას, ეკონომიკას და ქვეყანას გამოიყენებენ ციხიდან.
და ერთ მისცემენ საშუალებას ამოიცნონ კოტერმა. მადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა ზარისთვის, ასევე მადლობას გადავუხდი ყველა იმ ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, ვინც გამოთქვით სურვილი, რომ დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში მიგიღოთ მონაწილეობა. ჩვენ საუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებათ პენსიონერებს და კიდევ ბოლოს დასკვნით ნაწილში გეტყვით 20 ლარით და 25 ლარი მატება პენსიონერებისთვის მომავალი წლიდან. საინტერესოა მოქალაქეების უშუალოდ პენსიონერების შეფასება. მე ვფიქრობ, რომ ამ თემას კვლავ დაუბრუნდებით, რასაკურველია, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლიდან შევა. მე მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გისურვოთ გამძლეობა, აი ამდენ სამართლობასთან მიმართებით და ყველაფერი კარგი მათ შორის. მე შორენა ჭიაურელი ვარ, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.